პასუხი კითხვაზე რა მოუხერხოთ ჩვენს ემოციებს, ბოლო-ბოლო ჩავახშოთ თუ გამოვუშვათ. არის შემდეგი. არც ჩავახშოთ, არც გამოვუშვათ. ნურც გავფრინდებით, ნურც მოვფრინდებით. ახლა არ მეჩხუბოთ, რომ ჩვენ ხომ ამას გეუბნებოდეს, რომ ზომიერება, ოქრო შუალედი, მე თქვენ არ გთავაზობთ კონკრეტულ გრაფიკს, არც სიას, არც შკალას, მე თქვენ გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ფორმულას, რომელსაც ქვია ემოციების რეგულაციის ციკლი. რაში მდგომარეობს ემოციების რეგულაციის ციკლი? ის რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, ასე ვთქვათ. პირველი ეტაპი ეს არის ემოციების ლეგიტიმაცია. ანუ, როდესაც ჩვენ გვეუფლება რაღაც ემოცია, ჩვენი შეცდომა, ასე ვთქვათ, არის ის თუ მას დავუწყებთ ჩახშობას, რომ მე ვარ ადამიანის ზრდასრული, მაღალზნეობრივი, როგორ შეიძლება მშურდეს, ან მრისხანება მიპყრობდეს, ან აგრესიით ვიყო და ბოღმით გატენილი, ასე ვთქვათ. ეს არის შეცდომა. ჩვენ უნდა მივცეთ საკუთარ თავს ნებისმიერი, ყველაზე ბნელი ემოციის შეგრძნობის და განცდის უფლება. მეორე ეტაპი ეს არის ემოციების კონტეინირება, ანუ პაუზა. რას ნიშნავს ეს? აი, აქ განსხვავდება ძლიერი ადამიანი იმპულსური ადამიანისაგან. იმპულსური ადამიანი მაშინვე ამ ემოციებს ან გამოხატავს, ან ახშობს. რას აკეთებს ძლიერი ადამიანი? ძლიერი ადამიანი ორ სხეულში აჩერებს ამ ემოციებს, აკეთებს პაუზას და ყველა ემოციას არქმევს სახელს. რა არის ის, რასაც ახლა მე განვიცდი? ეს შიშია? ეს ბრაზია? ეს რისხვა? საიდან წამოვიდა? რისგან მიცავს? ყველა ემოცია ჩვენი დამცავი ევოლუციური ხელსაწყოა, ეს არ დაგვავიწყდეს და ეს გავიხსენოთ ხოლმე ემოციების კონტეინირების ეტაპზე, რადგან მხოლოდ ეს დაგვეხმარება, რომ გულწრფელი პასუხი გავცეთ, რა ემოცია დაგვეუფლა ახლა. ეს არის მომენტი, როცა ჩვენ ვართ ემოციების პატრონი და არა ემოციები ჩვენი. ჩვენ ვმართავთ, ვასათაურებთ და ვაკვირდებით ემოციებს და არ ვიქცევით ემოციების ჭკუაზე. და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ეს არის ეკოლოგიური გამოხატვა. ემოციების გამოხატვა ხდება ხოლმე ორი ძირითადი მიმართულებით. ეს არის შენ შეტყობინება და მე შეტყობინება. ეკოლოგიური გამოხატვის დროს შენ შეტყობინება უნდა შევცვალოთ მე შეტყობინებით. მოდი ძალიან კონკრეტული ყოველდღიური ყოფითი მაგალითის გავიაროთ ეს შემთხვევა, რა იგულისხმება ამაში. მაგალითად, საღამოა, ელოდებით ოჯახის წევრს, მოზარდ ან ეს არის ზრდასრულ შვილს, ან პარტნიორს, ან რა ვიცი, ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელსაც ელოდებით, მაგრამ ის არ მოდის, აგვიანებს, არც გატყობინებთ, როდის აპირებს მოსვლას, არც პასუხს გცემთ, ასე ვთქვათ, თქვენს შეტყობინებებზე და თქვენ აწყდებით კედლებს სრულიად გამოსული მდგომარეობიდან და როგორც კი შემოაბიჯებს ეს ადამიანი, როგორც იქნა სახლში, ასევე ვეძგერებით შენ შეტყობინებით, რომ შენ ხარ უპასუხისმგებლო, შენ ხარ უსინდისო, შენ ხარ, არ ვიცი, მოკლედ, ვასწორებთ მიწასთან, არ განაღლებს ჩემი ემოციური მდგომარეობა, არ გიყვარო, არ. ამის პასუხი არის ხოლმე როგორც წესი, საპასუხო შენ შეტყობინების ჩართვა. მე კი არა ვარ ასეთი, ეს შენ ხარ ისტორიჩკა, ეს შენ აზვიადებ ყველაფერს, ეს შენ აბამ კუდს და ამ ყველაფერს მოყვება ეს ურთიერთბრალდებების და ურთიერთლანძღვის ნიაღვარი, რომელიც არაფერს არ მოგვიტანს გარდა ურთიერთობების გაფუჭებისა. რაში გამოიხატება შენ შეტყობინების, მე შეტყობინებით შეცვლა? პირველი, ჩვენ ვაკეთებთ ფაქტების მშრალ აღწერას. ანუ, მას შემდეგ, რაც ეს ემოცია დაგვეუფლა, გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ ახლა მრისხანებისგან ვდუღვართ. მას შემდეგ, რაც გავაჩერეთ ეს ემოცია ჩვენს სხეულში და დავარქვით მას სახელი, რომ ეს არის მრისხანება, ბრაზი, რომელიც სინამდვილეში არის შიში, რომ ამ ადამიანს მე ან დავკარგავ, ან უკვე დავკარგე, იმიტომ რომ მას არ ვუყვარვარ, მე მისთვის სულ ერთი ვარ. აი ამ ეტაპის შემდეგ მშრალად ვუღწერთ ამ ადამიანს, რომ როდესაც მთელი საღამო მე სახლში ვზივარ მარტო, ვუყურებ ტელეფონს და გელოდები. შემდეგ ვაჟღერებთ ჩვენს ემოციებს, რა ემოციები დაგვეუფლა. მიჩნდება საშინელი შიში და საშინელი ბრაზი. ამის შემდეგ ბოლო ეტაპზე მას ვუჟღერებთ ჩვენს საჭიროებას, ძალიან მშვიდად ასევე. იცი რა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე რომელ საათზე მოხვალ. ძალიან გთხოვ ამის შემდეგ ყოველთვის მომწერე. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით გამოიყურება წყლის ნაყვად. თუ მოქმედება ერთჯერადად შეიძლება არ იყოს ეფექტური, მაგრამ თუ ჩვენ მას დავნერგავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მან აუცილებლად უნდა გამოიღოს შედეგი. ეს არის ტექნიკა, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი ემოცია არც ჩაახშოთ და არც აგრესიულად და შეურაცხყოფით არ გამოხატოთ.
ყველაფერი თქვათ, რისი თქმაც გინდათ. ოღონდ ეს ყველაფერი თქვათ ეკოლოგიურად. სჯობს ხოლმე რომ თავიდანვე ვთქვათ გაჩენილი ემოციის შესახებ, ვიდრე ეს ყველაფერი ვაგროვებთ იქამდე, სანამ ეს ისე არ გაიზრდება, რომ კონტეინერების და ეკოლოგიური გამოხატვის კი არა, ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ლამის სიცოცხლე გაანადგუროს თავის გზაზე ამ ვულკანივით ამოფრქვეულმა ლავამ. აქამდე არ უნდა მივიყვანოთ, თორე შემდეგ შეუძლებელია კონტეინერებაც, ეკოლოგიური გამოხატვაც და მე და შენ შეტყობინებებზე ფიქრიც. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის აქ, რომ თუ ამ ყველაფერს ჩვენ გეგმავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და თვეების განმავლობაში მაინც იგივე შედეგს ვაღწევთ, რომ იმ ადამიანისგან ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს, როგორც მინიმუმ იმის შეგრძნება მაინც არ გაქვთ, რომ თქვენ იმას ან ლანძღავთ და მე იქიდანაც ლანძღვას იღებთ და როგორც მინიმუმ ის მაინც არ გაწუხებთ, რომ მან არაფერი არ იცის თქვენი ემოციების შესახებ. თქვენ მას ყველაფერი უთხარით. თქვენ ამ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებთ, რისი გაკეთებაც შეიძლება და აკეთებთ სწორად. ფიქრების ლაბორატორია აუცილებლად გამოიწერეთ და კომენტარებშიც აუცილებლად გამიზიარეთ ხოლმე თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი ემოციები და საინტერესო თემები, რაზე გსურთ რომ ვისაუბროთ და ვიფიქროთ ხმამაღლა. დროებით შემდეგ ვიდეომდე.